მოგესალმებით. იწყება თამაში. ეს გახლავთ ასოციაციის თასის ფინალი 2012 წლიანებში. საფეხბურთო კლუბი ბასა მასპინძლობს დინამოს სკოლა 2-ს. შემდგომში მოიხსენებ როგორც დინამოს. წლის ბოლო თამაშია ესე რომ ვთქვა და უნდა გამოვავლინოთ ასოციაციის თასის გამარჯვებული უკაცრავად ძალიან ცივა. ძაღლებით სტადიონზე არიან, როგორც ყოველთვის ითხოვენ. ცოტა ოდენ სათამაშო დროს ნახოთ თუ მიეცემოთ საშუალება. ეხლა ბიჭები ერთმანეთს გაამხნევებენ და დაიწყება პირველი ტაიმი. საკმაოდ დატვირთული წელი ქონდა ბასას. ბევრი იბრძოლა გუნდმა რომ თბილისის ლიგაზე პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს კიდევაც. ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდნენ და პლეი-ოფში სამწუხაროდ მეოთხედფინალში დამარცხდნენ და გამოეთიშნენ თბილისის ლიგას. ნახოთ წელს გამარჯვებით დაასრულებენ და წლის ბოლოს ერთას შემატებენ საფეხბურთო კლუბ ბასას. ამხმევეს აქ ბიჭებმა ერთმანეთი დაიწყება ახლა პირველი ტაიმი. იმედია წარმატებული და ლამაზი თამაში გამოგვია. მთავარია ტრამვების გარეშე ჩაიაროს დღევანდელმა თამაშმა. ვინაიდან ძალიან ცივა. ტემპერატურა 0-თან მიახლოებული არის ძალიან. იწყებს ბასა როგორც ხედავთ. ჩაასტვინა საჯმა და დაიწყო ფინალის პირველი ტაიმი. გადაკიდება ჩაბრավაზე. დაიკარგა აგბურთი და პრესინგზე ადის ბასა. ნახოთ რაც გამოიღებს ეს პრესინგი ჯერჯერობით. აქ ფეხი დაუწდა დემეს. დენისმა ეს ბურთი შეინარჩუნა და შორეული გადმოკიდება. პაულიკამ უნდა ითავოს აბურთზე და როგორ მოატყვა აქ ტანის მოძრაობით. გაუგდო აქ ჩაბრավას. ნახოთ ჩაბრავა დააცადა ესე რომ თქვა დინამოს ფეხბურთოს რომ კუთხურზე გადაეგდო ეს ბურთი. მოახერხა კიდევაც და მოიპოვა კუთხური. ჯერჯერობით პირველი შეტევა ბასასი იყო. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩააწოდებს კუთხურს პავლიკა. ჩააწოდება და ძალიან კარგი შანსი ქონდა აქ ბასას ფეხბურთელს. ჩაკვე იყო თუ არ ვცდები. ქონდა აქ შანსი, თუმცა მცირედ უზუსტო იყო ეს დარტყმა და ვერ მოახერხა ანგარიშის გასვლა, თუმცა ძალიან სწრაფი გოლის გატანის შანსი ქონდა ბასას. აქ ძაღლები არიან მოედანზე, მაგრამ თამაში მაინც გრძელდება. როგორც ხედავთ, ძაღლებს მიეცათ სათამაშო დრო ჯერჯერობით. შავი ძაღლი არის მხოლოდ ჩართული თამაში, მაგრამ აქ დინამო მოდის შეტევაში. გელაშვილმა ბოლომდე ითამაშა თუ არ ვცდები. ჯიჯეიშვილი იყო, ვერ დავინახე. გადააგდო მანაც ბურთი კუთხურის ხაზზე და გვექნება კუთხური, რომელსაც მოაწვის დინამო. ნახოთ მათ სტანდარტულს თუ მოყვება. იმედია
ბასა კარგად დაიცავს, 30 არც ერთ მოთამაშეს არ დატოვებს. კარგად არიან განაწილებულები, ჩაწოდება, ერთმანეთს შეუშალეს აქ ხელი, დარტყმა და აცდა. დარტყმა და აცდა აქ. გურცკარი და განაახლა თამაში, მეკარემ სწრაფად, დემე აქეთ ფლანგზე თავისუფალია პავლიკა, მაგრამ ლაშქარამ ძალიან კარგად მოატყვა, პავლიკამ შეინარჩუნა ეს ბურთი, ნახოთ რა გაგრძელებას მოიგონებს და იქნება აუტი ბასასი, ლაშქარა ჭიჭინაძე მოაწოდებს. უკაცრავად, აი ლაშქარა აქ არის ლურჯი ხუდით. დენისმა თავით მოიგერია ეს ბურთი, აქ ჩაბრავა იბრძოლებს ამ ბურთზე, მაგრამ დაასწრო აქ დინამოს ფეხბურთელმა და სანაიამ დგას მარჯვენა ფლანგზე, აქ დაზღვევაზე ვერ ითამაშეს და აქ შეიძლება სახიფათო შეტევა მიიღოს ბარსამ, აქ ჯარიმის აღება არ შეიძლება, ვინაიდან საჯარიმოში იყვნენ, ახლა მოშორებულები არიან და ნახოთ ვის დარჩება ეს ბურთი. იქნება აუტი თუ კუთხური, ამას სულ 2 წუთში ვიხილავთ. როგორც ჩანს აუტია. ჩაგდება აქ და ლაშქარას შეუძლია ამ ბურთზე იბრძოლოს, თუმცა ვერ მოიპოვა. და იქნება ბასას აუტი. როგორც მოსალოდნელი იყო, ინტენსიური თამაში მიმდინარეობს, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდება. ფინალია და როგორც ფინალში ესაბამება. ინტენსიური თამაშია. და აქ აუტი იქნება ისევ ბასასი, ცოტათი წინ მიიწია. გაწოდება ჩაბრავას მიმართულებით იყო და კიდევ რამოდენიმე მეტრი მოიგო ბასამ. ჩავკემ კარგად დაამუშავა აქ ბურთი, ჩაბრავამაც, თუმცა პავლიკამდე არ მივიდა ეს ბურთი. აქ დენისი ეთამაშება და კარგად დაუდგა. აქ დემე გარბის და სიჩქარეში ვერ უნდა აჯობონ წესი და აქ მეკარემ შორეული დარტყმით. აქ კარგად ითამაშა ძალიან ჩაკვემ, მაგრამ ბურთი ვერ შეინარჩუნა, ისევ შეტევა და დემემ უნდა მოიშოროს ეს ბურთი უბრალოდ და ესეც იქცევა ცენტრისკენ გაგზავნა ბურთი. ნახოთ აქ ვინ იქნება ამ ბურთზე პირველი. ბადრი არის, ბადრიმ ათამაშა ბურთი, თუმცა დაიკარგა ეს ბურთი. უბრალოდ აუტი მოიპოვა ბასამ. აქ სანამ ჩააწოდა, ჩაბრავა თამაშობს ამ ბურთზე და ისევ აუტი. ჯერჯერობით ვერ ახერხებს ბურთის მოპოვებას დინამო, რაც კარგია ბასასთვის, უჭირავს ბურთი და ოპტას თუ დავეყნობით, დაახლოებით 60-40-ია ბურთის ფლობა. ამ წუთის მონაცემებით ბასას ასარგებლოდ. აქ დარტყმას გავდა ეს შორიდან. სტატისტიკისთვის დარტყმა იყო კარის მიმართულებით. აქ შორეული ჩაგდება და ვინ იქნება პირველი ამ ბურთზე? ბასას ფეხბურთელი ჩაუგდო ბადრის. ბადრიმ თითქოს აქ ვერ წაიკითხა ეპიზოდი კარგად. კარგად ითამაშა აქ დინამოს ფეხბურთელმა, ცენტრში პასი გადააწოდა. შორეული გადაკიდება და ვერ მიწდა ამ ბურთს და აქ შანსი აქვს დინამოს და დემეტრემ ჩაუსრო. დააწნეხა აქ იმდენად, რომ დინამოს ფეხბურთელს სწრაფად რეაგირება მოუწია და შესაბამისად დარტყმაც არაზუსტი და აქ შორეული გადაკიდება პავლიკაზე გავიდა ეს ბურთი. პავლიკამ სწრაფად უნდა იმოქმედოს. ეს ჯარიმა არის. ჯარიმა არის თავისთავად. დემი აპირებს ჩაგდებას.
პირდაპირ საჯარიმოსკენ და გვინ იქნება პირველი მეკარე აღმოჩნდა ამ ბურთზე პირველი ოდნავ ძლიერი აღმოჩნდა ეს ჩაგდება კარგი ჩანაფიქრი ქონდა დემეს თუმცა ოდნავ ძლიერი აღმოჩნდა აქ იბრძოლებენ ამ ბურთისთვის დემემ წინ გადააგდო ვინ იქნება ამ ბურთზე პირველ ხელში მოხდა ეს ჯარიმა არის საკმაოდ საფათო ჯარიმა დაინიშნა დინამოს კარის მიმართულებით აქ მოლაპარაკებები მიდის ჩაკვეს და ჩაბრავა შორის იქვია ლაშქარად რაღაც ჩაიფიქრეს აქ ჩაბრავა მარტო არის მაგრამ გადავიდა აქ ფეხბურთელი მიხვდა ამ ჩანაფიქრს დარტყმა და მეკარე მოიგერია პირველი სეივი დაუფიქსირდა დინამოს მეკარეს და იქნება კუთხური ჯერჯერობით უპირატესობას ფლობს ბასა ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს უპირატესობა აქ მიიღება დემენ ყურადღებით უნდა ითამაშოს აქ დაიკარგა მომენტი ბევრი დიდი ხანი ატარა ბურთი დინამოს ფეხბურთელმა და წესმა დაიკარგოს ეს ბურთი კი ბატონო მეკარის იქნება აქ ძალიან დააგვიანა დინამოს ნახევარმცველმა ბურთის გადაცემა და შესაბამისად დაიკარგა. აქ შორეული ამოტანა იქნება ჭაულესი. ვინ არის აქ ცენტრში? თავისუფალია, ცენტრი არავინ არ აღმოჩნდა ბასას ფეხბურთელებიდან ეს ბურთი. მოეპოვებინა ფლანგიდან სანას ეთამაშება აქ ბოლომდე. კარგად გამოძრა ამ სიტუაციიდან დინამოს ფეხბურთელი და იქნება აუტი. დინამოს ასარგებლოდ ვინაიდან ბადრის მოხდა ეს ბურთი. არასწორი აუტის გამო ბასას გადაეცემა ბურთი. ამას აქ ხშირია ხოლმე ესეთი შეცდომები. სწორი ჩაწოდება სანასგან უბრალოდ ბადრი მიიღო ეს ბურთი და აქ ლაშქარამ უნდა ითამაშოს ამ ბურთზე. ფაქტიურად გადაუგდეს ბურთი აქ. ნახოთ ვინ იქნება ჩაკველნა იყოს ამ ბურთზე პირველი, მაგრამ ვერ მოიპოვა ეს უპირატესობა. კარგად გამოძრა აქაც დინამოს ფეხბურთელი და აი აქ ბადრი იქნება ამ ბურთზე პირველი. ნახოთ როგორ გაგრძელებას პოებს უკან დაუგორა მეკარეზე და მეკარემ შორეული დარტყმით და მოიგეროს ეს ბურთი რა თქმა უნდა. აქ ნახოთ როგორ ითამაშებს დინამოს ფეხბურთელი. დენისი უდგას და ჩაკვემ მოიპოვა ეს ბურთი. სწრაფად გათამაშდა ბადრიზე, მაგრამ ვერ გაძრა ეს კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა ბადრის. ერთი შეხედვით და ბურთის გაგდება, თუმცა მიუხვდა მას დინამოს ნახევარმცველი და აქედან დარტყმა და ეს ჭაულესთვის მარტივი მონაგარი იქნება. აქვე სწრაფი გათამაშება პავლიკაზე. პავლიკას მთელი მოედანი აქვს წინ, მაგრამ წინ ბევრი ფეხბურთელი არ ყავს. კარგად ითამაშა აქ პავლიკამ. გაუგდო ჩაბრავალს, თუმცა ჩაბრავალ ძალიან გვიან დაიწყო ეს მოძრაობა. კარგი ეპიზოდი ქონდა აქ პავლიკას. ფეხებში გაუძვინა ბურთი. ცენტრშიც კარგად შეიგდო. აქ ჩაკვე თამაშობს ლაშქარამ. წაიღო ეს ბურთი. პასის ცდელობა ქონდა. დარტყმა კარში, რომელიც არა ზუსტია.
კარგად გაიჩერა აქ დინამოს ფეხბურთელმა, მაგრამ ბადრიმ წაიკითხა ეს ეპიზოდი, აქ ბურთი არ უნდა დაკარგოს. კარგი კედელი, შეიგდო ბადრიმ ეს ბურთი, მაგრამ ძალიან წინ გაუვარდა. შესაბამისად დაკარგა ეს ბურთი, აქ ჯარიმა არ იყო ნამდვილად. აქ თამაშგარე თუ არ იყო, კარგ შეტევაშია დინამო, აქ დემეტრემ ჩაუსწრო, მაგრამ ადვილად მოატყუა და ჩავლეს გაუმართლა ვინაიდან ჭიჭინაძემ ჩაჭრა აქ ბურთი და მეკარეს პირდაპირ ხელებში მეუვიდა. აქ პავლიკაზე ისევ გრძელი გადაკიდება. პავლიკამ გადაუგდო ჩაკვეს. აქ ჩაკვე ვერ გაიჩერა, მაგრამ ჩაბრავა. თავისი სწრაფით უნდა შევარდეს აჯარიმოში, მაგრამ გამოუცნო აქ დინამოსელმა და მიურტყა ბურთზე ფეხი. რის შედეგადაც გვექნება კუთხური. დარტყმა და ესეც მარტივი ნადავლი აღმოჩნდა დინამოს მეკარისთვის. შორეული მოწოდება დამბურთზე დინამოს, არა, ბასას ფეხბურთელი იყო, აქ ფლანგზე გაატანა ბადრიზე, თუმცა ბადრიმ ვერ ითამაშა ამ ბურთზე. წამოვიდა შეტევა და აქ დემემ უნდა ითამაშოს ამ ბურთზე. შეაფერხა ეს შეტევა და დენისმა მარტივად მოიპოვა ეს ბურთი. წენზე გადაკიდება, ჩაკვესგან ერთი პასია აქ საჭირო, ერთი სწორი პასი აქ ბადრის გაუგდებს. სავარაუდო ჩაბრავა იქნება ამ ბურთზე და ფლანგზე გადმოტანა არის საჭირო. გაძვრა, აქ ჩაგდება იქნება სავარაუდოდ. ფეხებს შუა გაუძვირნა, თუმცა ძალიან ბევრი იყვნენ და ეს ჯარიმა არის, დაეჯახა პირდაპირ. არ გამოვიდა აქ დარტყმა. ბასას ფეხბურთელს კარგ პოზიციაში იყო, თუმცა რთული იყო აქ სუსტი დარტყმა შესრულება. განახლებს მეკარე თამაშს, იქვე გაითამაშეს, აქ პრესინგს ითამაშებს ბასა როგორც ჩვევია, მაგრამ ნახოთ ეს გადაკიდება. ერთმანეთს შეუშალეს, აქ ხელი არ დაუძახეს. ლაშქარამ მიიღო ეს ბურთი. პავლიკამ ითამაშა აქ ბოლომდე და ეს ბურთი ბასასი იქნება. და სადვერ გაიტანა აქ ჩაკვემ ეს გოლი, მაგრამ თამაშგარე იყო მაინც. გოლი რომ წყობილიყო, მაინც თამაშგარე იყო, თუმცა სასიამოვნო ეპიზოდი იყო, ლამაზ ანახავი იყო. კარგი ეპიზოდი შექმნა აქ ბასამ. ჯერჯერობით ისე ფლობს ბასა უპირატესობას. კონჩეტოებზე აქვს რაღაც მომენტები დინამოს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი სერიოზული არ ყოფილა. აქ მიიღო ეს ბურთი. ჩაბრავა, ჩაკვე, ფლანგზე გაიგდო. ამ ფლანგზე წაღება არ ღირს, ვინაიდან ორი ფეხბურთელი ეთამაშება და გაუჭირდება და მოიპოვა კუთხური, მაინც ეს იყო მაქსიმუმი, რაც ამ ეპიზოდიდან შეეძლო რომ გამოიტანა.
აქ კიდევ ერთი კუთხური როგორც ნახულობ სტატისტიკურ მონაცემებს 70-30-ზეა უკვე ბასას უპირატესობა ბურთის ფლობის ხრივ. ერთი სეივი აქვს დინამოს ფეხბურთელს. ჩაწოდება აქვს პადრის. ერი თამაშა აქვს ჩაკვემ. ჩაგდება საჯარიმოში და ისევ არავინ არ არის. აქ არ შეიძლება ბურთის დაკარგვა. სანაი თამაშება აქ ფლანგზე არ გაატარებს. ისრაფე არ აკლია სანაიას. აქ არ უნდა გაცდეს ახლა კი ბატონო ჩაწვევის საშუალება არ მისცა გაიჭედა აქ მაქსიმუმი ახლა რა შეუულია კუთხურის მოპოვება და აუძე გადააგდო აქ სანაიამ ეს ბურთი კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში არ მისცა კუთხური დინამოს აუც მოაწოდებს დინამოს ფეხბურთელი ჩაგდება და დემემ გამოიტანა ეს ბურთი ზუსტი პასი გამოუვიდა ჩაბრավაზე ჩაბრავა ჯერჯერობით ინარჩუნებს ამ ბურთს თუმცა ძალიან ბევრი იყვნენ დინამოს ფეხბურთელები და აქ ბადრი მოიპოვა ეს ბურთი სანას მაღალი ატანა და ჩაბრავა დააზღვიეს აქ დინამოს ფეხბურთელებმა ერთმანეთი თორემ ჩაბრავა შეეძლო გაქცევა კარგად გაცდა ორ ფეხბურთელს თუმცა დაზღვევაზე კარგად ითამაშა დინამოს ცოლმა და ვერ გაძვრა ნიჩქარა აქ ლაშქარამ შეეძლო ამ ბურთის დამუშავება, გაურკვევლობა ვის დარჩება ეს ბურთი ბასასია, აქ არ უნდა დაიკარგოს პავლიკამ ცენტრში სადა შეტანა, მაგრამ არ გამოუვიდა. აქ გადმოიტანა დემე ფლანგზე ჭიჭინაძე, კარგად ითამაშა. так დინამოსია ეს ბურთი, აუც მოაწოდებს, ნახოთ საით ჩააგდებს. აქ ტენისი უნდა იყოს ამ ბურთზე პირველი, არა? ფლანგზე ჭიჭინაძე, პავლიკა და პავლიკამ ვერ დაიმორჩილა ეს ბურთი. კარგი გათამაშება იყო. კარგი ამოსვლა აქ. ჩაბრავას გაუგდა ეს ბურთი და ჩაბრავა რა თქმა უნდა პირველი იქნება ამ ბურთზე. და რასეივი. კარგად შეასრულა აქ ჩაბრავამ ყველაფერი, თუმცა ბრწყინვალე სეივი შემოგთავაზა აქ დინამოს მეკარემ. მაღალი კუთხე გაუშვა ჩაბრავამ, თუმცა მზად აღმოჩნდა ამ ეპიზოდისთვის დინამოს მეკარე და ბრწყინვალე სეივი უკვე მეორე სეივი 100%-იანი სეივი დაუგროვდა დინამოს მეკარეს. აქ იქნება კუთხური. ჩაგდება აქ მეკარე, გადავიდა ბურთმა დატოვა მოედნის პარკლები. დენისმა მიურტყა აქ ბურთზე ფეხი. პადრიმ ცრუ მოძრაობა შემოგთავაზა. სანაიამ ჩაუგდო ჩაბრავას, ჩაბრავამ ვერ დაიმორჩილა ეს ბურთი და აქ დენისი იქნება ბურთზე პირველი და ისევ ჩაბრავა, ნახოთ რას მოიმოქმედებს, ისევ წაართვეს მას ბურთი და ეს ჯარიმას არ გავდა, ბურთზე თამაში იყო. ფლანგზე გარბის ისევ დინამოს ფეხბურთელი და ვერაფერი მოუხერხა სანაიას ჯერჯერობით და ისევ სანაიასია ეს ბურთი და აუძე გადააგდო მარტივად დენისმა.
არ გარისკა ამ ეპიზოდში. ჯერჯერობით არც აუტიდან, არც კუთხურიდან, მოკლედ რა ვთქვათ, სტანდარტულიდან დინამოს არაფერი არ შეუქმნია, ამ ეპიზოდშიც არაფერი არ გამოვიდა. მარტო მარცხენა ფლანგიდან აქტიურობს დინამო მარჯვენა ფლანგს საერთოდ ატვირთავს. აი ბურთის ფლობის პროცენტლობის მომატებაზე აკეთებს აქცენტს დინამო, უნდა რომ ცოტათი გამოასწოროს სტატისტიკა. აქ ჩაბრავა ისევ სამი ფეხბურთელის წინააღმდეგ არის. აუტი მოაწოდა დინამომ და თამაშება მას ბადრი. აქ მეკარესი იქნება ეს ბურთი. კარგი გადატანა. აქ აი გადატანა ჩაბრავაზე. და ისევ აუტ. საერთოდ არ რისკავს აქ დინამო, რა თქმა უნდა, არც უნდა გარისკოს ესეთ ბურთებს აუძე იგერიებს, რადგან იგრძნეს, რომ ჩაბრავას აქვს ისტრაფე, აქვს ჯანი, ესე რომ ვთქვა და შეუძლია გაქცევა, შესაბამისად აღარ რისკავენ და ყველა ბურთს აუძე იგერიებენ. აქცენტში გადმოტანა ცადა თუმცა. ჩაკვე თამაშობს აქ ბოლომდე. ვერ ამოიტანეს ბურთი, აქ დენისი იქნება ამ ბურთზე პირველი, თუმცა ხერხულად მიიღო ეს ბურთი და აქ დემეტრეს სპრინტი და რა თქმა უნდა აჯობა. აქ ჩაოლე მოიშორა ეს ბურთი. და ეს ჯარიმა უნდა იყოს ხელი კრაშკარად. იქნება ბასას აუტი. დევემაც აქ მარტივად აუძე გადააგდო ეს ბურთი, ვინაიდან ძალიან სახიფათო ტრაექტორია ჰქონდა ბურთს და ერთი შეხებით შეეძლო. დინამოს ეღოთ ბურთი კარში გადაიგზავნა, შესაბამისად აღარ გარისკა, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო. აქ პავლიკავი თამაშს თავით და ჩაბრავა იქნება ამ ბურთზე პირველი, აქ ტექნიკურად გადაიგდო ბურთი, თუმცა ესეთ ვერცეთ ეპიზოდში თითქოს ვერაჯობა და რაღაც სხვა უნდა ცადოს. აქ პავლიკაზე ბურთის გადმოტანა, აქ ჩაკვეს დაუგდო ძალიან ლამაზად და გარბის პავლიკა ითხოვს ამ ბურთს, თუმცა ჩაკვემ არ იჩქარა. ლაშქარა მიიღო ეს ბურთი და შეძვრა, თუმცა სანა იქნება. ჩაბრავაზე ეს ბურთი, ეს თამაშგარე არ არის. და აქ უნდა დაარტყას უკვე ჩაბრავამ. ლაშქარას დარტყმა, რომელიც ჩაგდებას გავდა და ვინ არის აქ? არავინ არ აღმოჩნდა და არც თამაშგარე არის, ხო? შეიძლებოდა ამ ბურთზე თამაში, აი აქ უკვე თამაშგარეა, ეს უკვე თამაშგარეა. ცენტრში არავინ არ შევიდა, არავინ არ ჩაკეტა კუთხე. цариელი იყო აბსოლუტურად მეკარის საჯარიმო. სანამ ჩაკვეს დაიმორჩილა ბურთი, ვერ შეინარჩუნა, მაგრამ აქ ბასფეხურთელი გაჩნდა უმალვე, ანიშნა პავლიკას მარჯვნივ გამეხსენიო და ცუდი პასი გააკეთა.
ეს ჯარიმას გავდა, მაგრამ არ დანიშნა აქ საჯმა, აქ პავლიკაზე პასი. და აქ გასასი იქნება ეს ბურთი. Tak, მიიღო შანსი დინამოს ფეხბურთელმა დემეტრე ძალიან სწრაფად გარბის და არაცადეს დარტყმა, განწირული დარტყმა იყო ეს დინამოს ფეხბურთელისგან და რა თქმა უნდა ძლიერი არ აღმოჩნდა. ცოტათი სისწრაფედ დააკვდა დინამოს 17-იანს. აქ ბადრიმ ჭკვიანურად ითამაშა და აუტი მოიპოვა. 2 წუთია დამატებული პირველ ტაიმს. აიყოლე ბოლომდე 0-0 ანგარიში ვერც ბასა ახერხებს თავისი უპირატესობის გოლად გარდასახვას და დინამოც ვერაფერს ვერ ქმნის. აი ხედავთ ისევ მარცხენა ფლანგია დატვირთული. მარჯვიდან შეტევას წეგან ვიხილეთ 7 ნომრის გაქცევა კონჩეტევა, თუმცა უშედეგო დასრულდა, მოაწოდა აუტი დინამომ და სადა საჯარიმოს ჩაგდება და აქ ცოტა სწრაფად უნდა ეთამაშა ბადრის და გასაქცევა და მზად იყო უკვე ჩაბრავა. დემეტრემ თავი აუტყა და შეაფერხა ეს ეპიზოდი და კარგად ჩაჭრა. აქ კონჩეტევა შეიძლება სერიოზული მიიღოს. ხა დინამომ და ჩაბრავა ძალიან წინ გაიქცა. არ დაელდა აქ ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ, ვერ ანიშნეს კარგად. პავლი კამაკ ძალიან ტექნიკად უზეს ჯარიმა იყო რა თქმა უნდა. ხელი დაიჭირა. ცენტრში ჩაგდება. აქ ჩაბრავასი იქნება ეს ბურთი. ძალიან ტექნიკური მოძრაობა შევიდა საჯარიმოში დარტყმა და გოლ! გოლ! რამწყინვალე გოლი შემოგთავაზა აქ ჩაბრაო. შეიტანა ბურთი წაიღო. ძალიან მაგარი რულეტი შემოგთავაზა. მოატყვა ცველი, შევიდა საჯარიმოში და დაბალი დარტყმა შემოგთავაზა.